რამიზანი ამოძრავებდა 62 წლის მამაკაცს, რომელიც გუშინ რუსთაველის გამზირზე აქციის მონაწილეებს შორის ცეცხლსასროლი იარაღით მოძრაობდა. ამ შეკითხვის პასუხი ახლა გამოძიებამ უნდა გასცეს. მამაკაცი საპატრულო პოლიციის და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა დააკავეს. დაკავებული საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად კი სხვადასხვა ტიპის ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღეს. სწორედ ეს საქმე იქნება ერთ-ერთი პირველი, რომლითაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ახალი ხელმძღვანელი პირადად დაინტერესდება. არ ვიცი ჯერ ზუსტად, თუმცა ვარაუდი შეგვიძლია რა პროვოკაციაზე მის თამდებ სულ შედეგს ასთა გუშინ არ ვიცი ქალაქი თუ ქვეყანა. ფაქტია რომ როცა ავტომატის მაგვარი შაშხანით გადაადგილდება ადამიანი დემონსტრანტებს შორის, აქ ადვილი სავარაუდოა რომ რაღაც რთული პროვოკაცია, ცუდი პროვოკაცია კარგი არ არის, მაგრამ შეიძლება იგეგმებოდეს. მაგრამ გამოძიება დეტალებში მე მგონია რომ ამ კითხვაზე პასუხს გასცემს. კონკრეტული შემთხვევის გამოძიების პარალელურად მმართველი გუნდი საპროტესტო აქციების ორგანიზატორების მიმართ კითხვას სვამს. განსაკუთრებით იმ ფონზე, როდესაც მათი მტკიცებით პროტესტი არაძალადობრივია. ჩვენი პროტესტი იყო, არის და დარჩება უიარაღო. სახელმწიფო გუნდი რევოლუციის არაერთ მცდელობას იხსენებს და ოპონენტებს ახსენებს, რომ არც ერთი კანონს საწინააღმდეგო ქმედება დაუსჯელი არ დარჩება. მცდელობები იქნება იმისი, რომ დაძაბონ სიტუაცია, თუმცა როგორც ხედავთ, შესაბამისი სამსახურები მუშაობენ ძალიან მაღალ დონეზე. არავის არ მიეცემა შესაძლებლობა, რომ ქვეყანაში მოაწყოს დაპირისპირება, სახელმწიფო გადატრიალება. გვახსენდება ის ზოგჯერ წამოწდენები, ზოგჯერ ფაქტობრივად პირდაპირი ტექსტებით, ასე ვთქვათ, გაჟღერებული გეგმები თუ მიზნები, რომელიც გულისხმობს იმას, რომ ქვეყანაში არეულობის გამოწვევის გზით, წყლის ამღვრევის გზით, აქ ზოგიერთებმა როგორმე ჩაიგდონ მართვის სადავეები ხელში. ჩვენ ვნახეთ, რომ იყო საკმაოდ მცირერიცხოვანი აქცია, თუმცა ბევრი ისეთი საფრთხის შემცველი ელემენტებით, მათ შორის ადამიანი, ვინც იარაღით ასხმული გადაადგილდებოდა. თავის შინაარსით ეს აქციები, რა თქმა უნდა, არის ძალადობრივი და არაკანონიერი. საპროტესტო აქციის შეიარაღებულ მონაწილეს 7 წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. მისი მოტივი და მიზნები კი გამოძიებამ უნდა შეისწავლოს.